ის მერთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნაზე ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში პრესკონფერენცია იმართება. საქალაქო სასამართლოში ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ. კითხვის მიზნით ორჯერ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში, ორივე შემთხვევაში მოწმეს საგამოძიებო ორგანოში გამოძახების შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. თუმცა ეს უკანასკნელი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი აცნობა გამომძიებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის დაბარებისას გამოძიების მხრიდან არსებით საპროცესო დარღვევას ადგილი არ ქონია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნია, რომ სახეზეა მოწმის სახით დასაკითხი პირის გიორგი უგულავას გამოძიების წარმოების ადგილას მოყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176 მუხლის მეოთხე ნაწილით ძველი რედაქციით აკრძალულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების იძულებითი მოყვანა. ქალაქის მერი აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული. სასამართლოს ბრძანებით მოწმის გიგი უგულავას მოყვანა გამოძიების წარმოების ადგილას უნდა განხორციელდეს 2013 წლის 16 თებერვალს 15 საათზე. ბრძანების აღსრულება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს, ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს. მადლობთ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან. სპიკერ მოსამართლემ გაახმაურა სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის მერთან დაკავშირებით. კანონის შესაბამისად გიგი უგულავას დაევალა დაკითხვაზე 16 თებერვალს 15 საათზე გამოცხადება. შესაბამისი უწყების აღსრულება ორგანოებს უკვე გადაეცათ.